დროთა განმავლობაში ადამიანების დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ თვალში რაღაცა დაცურავს. 50 წლის ზევით მაგალითად უკვე ყოველ მეორე ადამიანს აქვს და 60 წლის ზევით უკვე თითქმის 70% ადამიანებისას, რომ თვალში რაღაცა დაცურავს. შეიძლება იყოს წერტილი, ზოგი ამბობს, რომ შეიძლება იყოს რაღაც ძაფი, ზოგი რომ რაღაც ქსელი ან წერი, ან ეს შეგრძნება აქვს ადამიანს. თვითონ ეს ადამიანი ხედავს ამას, ვინც ამბობს. ან შენ რო ჩახედო თვალში აბა მაჩვენე, ვერ დაინახავ, ის ხედავს თვითონ და გეუბნება, რომ თვალში რაღაც დაცურავს აქეთ იქით. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს. უმეტეს შემთხვევაში საშიში არ არის, რაც კარგია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს გადაუდებლად მნიშვნელოვანი და თუ არ მიაქცია ყურადღება, შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავეც. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, როდის არის საშიში და როდის არ არის საშიში და რა უნდა გავაკეთოთ. პირველი და ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც ეს რაღაც მცურავი ლაქა არის თვალში, რომელიც აქ ხედელობის ველში მოხდება და ხელს და ნერვებს გვიშლის, არის ასაკის გამო, ყველაზე ხშირად. ამას ქვია მინისებრი სხეულის უკანა ნაწილის აცლა. ახლა რაშია საქმე? ჩვენ თვალი იცით, თვალის კაკალი თვითონ მრგვალია და შიგნით არის სითხე. ანუ სითხით არის ამოვსებული რა. სითხის გარდა სხვა რაღაცებიც ლინზები, მაგრამ მაგას დავანებოთ თავი. ამ ლინზებსა და ბადურას შორის, რომელიც არის როგორც სენსორი, სინათლე რაც მოდის და აირეკლება მე სინათლე. ბადურასა და ამ ლინზებს შორის არის სითხე. და ამ სითხეს ეძახიან მინისებრ სხეულს. ეს სითხე არის ჟელესავით, ანუ ჟელე. და ჟელესავით კი არის, მაგრამ უმეტესად არის წყალი მოკლედ. 99% არის წყალი და ნუ აქვს ხარიხები. ბადეები, ეს ბადეები იჭერს ამ წყალს. ეს არის აზრი ამ მინისებრის სხეულის და დროთა განმავლობაში ასაკთან ერთად ეს მინისებრის სხეული ჟელედან იქცევა უფრო და უფრო მეტად და მეტად წყლად. და რა ხდება ახლა? ეს ბადე, რომელიც კოლაგენისგან და ჰიალურონის მჟავისგან შედგება ამ მინისებრ სხეულში, რომელიც ბადურაზეც დამაგრებულია, ეს ბადე იწყებს დაშლას და ბადე იწყებს ეს ცილე ბადეს შემავალი ხარისხები. ბადე, როგორც წარმოიდგინოთ ცილებით შემდგარი, იწყებს ერთმანეთზე მიკვრას. და აი ეს ბადე მოცილდება ბადურას და ერთმანეთს მიეკრობა. და აი ამას ვხედავთ ჩვენ. აი ეგ არის, რასაც ადამიანი ხედავს, რომ რაღაცა დაწვავს. ეს არის ცილები, ეს ცილები, რომელიც დაიშალა, არაეფექტურია და დაცურავს თვალში. ძირითადად ხან ერთია, ზოგჯერ სამია, მაგრამ ეგრე არ არის, რომ აი მაგალითად დღეს ერთი, ხვალ სამი და ზეგ 7, ესე არ არის. ნელ-ნელა ვითარდება და რამდენიც ჩამოყალიბდება, ძირითადად იმდენია. ეს არ არის ბადურის აცლა, მაგაში არ აგვერიოს, ეს არის აი მინისებრის სხეულის რეალურად დაზიანება და არა ბადურის აცლა. ან ბადურის აცლა საშიშია და მაგიტომ ეს არ არის საშიში. ეს ემართება თითქმის ყველა ადამიანს, რაც მეტი დრო გადის. ანუ 80 წლის ასაკში უკვე თითქმის 80%-ს აქვს ეს. და განსაკუთრებით ჩანს, როცა შეხედავენ სინათლეს, ან ცაში აიხედავ, ცაში ახედე და ცას უკვე რაღაც დაცურავს. გონია რაღაცა დაცურავს ცაში არა, შენს თვალში დაცურავს. ან კომპიუტერის ეკრანს რო უყურებენ, თეთრ ეკრანს. და
მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. მშენებლობა არ უარესდება ოღონდ, ჩვეულებრივად ხარ და დიაგნოზი ისმევა გასინჯვით, ან ჩაგხედავენ თვალში და ასე გუგის გაფართოებით და აი ეს მინისებრის სხეულის დაცილებას ოპტიკური ნერვიდან ხედავენ. საშიში არ არის მოკლედ ეს და სხვა მიზეზების გამო შეიძლება განვითარდეს. ძირითადად ეს არის ასაკი. ზოგჯერ არის რომ ოქსიდაციური სტრესი, ზოგჯერ თვალის ტრავმა, ანუ რაღაც მოხდა თვალში ძალიან შესაძლებელია. ან ახლომხედველობა მიოპიის დროს თვალის კაკალი წაგრძელებულია და ეს ადვილად ეცლება, ეგ არის ერთ-ერთი თავარი. და თითქმის ნებისმიერ ასაკში ვითარდება, განსაკუთრებით მიოპია ვისაც, მაგრამ ყველაზე ხშირი მაინც არის 50 წლის ზევით. თუმცა 40 წლამდეც შესაძლებელია მისი განვითარება. და ყველაზე მთავარი ნიშანი, რითიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის აი ეს მინისებრის სხეულის ცილები შეკრული და ეგ დაცურავს. არის რომ ეს თვალს მიატრიალებს, მოატრიალებს და ეს მიყვება მერე მოყვება, ანუ მიცურავს თვალთან ერთად, თვალის მიტრიალებასთან ერთად მოკლედ. აი ეგ არის. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი, რითიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საშიში არ არის. მას არ ჭირდება მკურნალობა, ძირითადად, შეიძლება დაიგნორო და ტვინი 3 თვეში მაინც შეეჩვევა, რომ არსებობს ის და ყურადღებას არ მიაქცევს და დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდება საერთოდ. თუ ძალიან ნერვებს და ხელს გიშლის, მაშინ შესაძლებელია ლაზერული ვიტრეოლიზი ან ქირურგიული ვიტრექტომია. თუმცა როგორც წესი საჭირო არ ხდება ხოლმე. როგორ დავიცვათ თავი შეგვიძლია დავიცვათ მზის სათვალე რომ ატაროთ მზეში. ზოგადი ოქსიდაციური სტრესიდან დაცვა ეს რომ არ მოწიოთ და C ვიტამინის მიღება, ლუთეინის ზოგჯერ ეს კოლაგენს ეხმარება, ან კოლაგენს რაც ეხმარება თვალსაც ზოგადად, რადგან კოლაგენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა პირდაპირ რამე ვთქვათ, რომ აი ამას გააკეთებ და დაიცავ რომ მინისებრის სხეულის ეს აცლა არ მოხდეს, ეგეთი რამე არ არსებობს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო იშვიათი მიზეზი არის ბადურის დაჭიმვა ან ბადურის ახევა ან აცლა. ახლა რაშია საქმე? ჩვენ ბადურა არის თვალის უკანა კედელი რეალურად, უკანა კედელზე და შემოსული სინათლე გაივლის ამ თვალის კაკალს მთლიანად და ბადურაზე აირეკლება. ბადურა თამაშობს როლს როგორც სენსორი კამერებში მაგალითად, რაზეც ბოლოს ეს სინათლე ხვდება. ბადურა არის ძალიან ნაზი და ბადურა დაკავშირებულია აი ამ მინისებრ სხეულთან. მინისებრი სხეული არის ჟელე რა, ჟელესთან არის მიკრული მოკლედ, ჟელეა უბრალოდ მასზე მიკრული. და ზოგჯერ როცა ხდება ამ ჟელეს აცლა ბადურიდან, ეს აიცალა ვთქვათ ერთი ნაწილი, ხო? მაგრამ მეორე ნაწილით ამით შეიძლება დარჩეს მიმაგრებული და ესეც რო უკან წამოწევს შეიძლება ბადურა და დაჭიმოს. და ეს დაჭიმვა არის რასაც ადამიანი გრძნობს, როგორც სინათლის სიგნალებად, რომელიც ვითარდება უეცრად, ეს სიკაშკაშეები, განათება, ფოტოფსია ქვია ამას,
გაელვებები და ამას ხედავს ადამიანი სიბნელეშიც. რადგან ეს გაელვებები კი არ არის იმის გამო, რომ გარედან სინათლეს ხედავს ადამიანი, არ იმის გამო, რომ ის ბადურას მიკაჩავს, ეკაჩება თავისკენ. და ეს არის რასაც სიბნელეშიც და დახუჭულ თვალზეც ხედავს ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ეს. შეიძლება ამან ბადურის დაზიანება გამოიწვიოს, შეიძლება ბადურის აცლა გამოიწვიოს და დაიწყოს ბადურის აცლა. ბადურის აცლა ძალიან საშიშია. ბადურის აცლა თუ არ მიხედე დროზე იწვევს მუდმივ სიბრმავეს და მერე ვეღარ უმკურნალებ. ამიტომ როგორც კი ადამიანი თუ იგრძნობს აი ამ ახალ ან ბევრ მცურავ რაღაცას, რომელიც უცბად გაჩნდა, ანუ თუ კი 1 ან 2 ცალი ეს მცურავი რაღაც ლაქა დადის თვალში, ეს სტაბილურია და ეს დიდი ხანია ასეა, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ როგორც კი ადამიანი იგრძნობს, რომ ეს ბევრი მცურავი რაღაცები გაჩნდნენ და აი ამ ნათებას იგრძნობს, რომელიც ახალია, ძირითადად ეს არის კუთხეში, მხედველობის კუთხეში, ეგ ნიშნავს იმას, რომ ბადურა დაიჭიმა. და შეიძლება რომ ბადურის აცლა მოხდეს. ერთ-ერთი ნიშანი არის ასევე ფარდის ეფექტი, რომ ადამიანს შეიძლება ქონდეს გრძნობა, რომ თითქოს ფარდა ჩამოეფარაო და ეს მხედველობის ველზე შავი ფარდა ჩამოაფარეს რაღაც დონეზე. ეგეც ნიშნავს, რომ ბადურის აცლა არის დაწყებული. და ეგეც არის სასწრაფოდ ყურადღება მისაქცევი. ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია ესიც აუცილებლად. ამიტომ თუ კი ხედავთ, რომ გაჩნდა ეს ახალი ნათებები, უეცრად ან რაღაცები დაცურავს და ეგ ნიშნავს, რომ სასწრაფოდ იმავე დღეს უნდა წახვიდე თვალის ექიმთან და მიხედო უმკურნალო რაც შეიძლება მალე. იმიტომ რომ შეიძლება თუ ყურადღებას არ მიაქცევ, გამოიწვევს სიბრმავეს. ბადურის დამაგრება შესაძლებელია ლაზერული ფოტოკოაგულაცია ქვია ან კრიოთერაპიით და ეს პროცედურა ამაგრებს ბადურას და მერე აღარ აიცლება ბადურა. თუ უკვე მისი აცლა დაწყებულია, მაშინ შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა და ასეც შესაძლებელია მისი კურნალობა და პროგნოზი ძალიან კარგია თუ დროულად მიხედავ. თუ დროულად მიხედავ 90% შემთხვევებია ბადურის დაზიანების კურნალობას ექვემდებარება. 90%. აქ მთავარი სიტყვა არის დროულად უნდა კურნალობა ასეთ დროს. პირდაპირ წამლები არ არსებობს და პრევენცია ყველაზე კარგი არის, რომ იცოდე ნიშნები. ეს გაელვებები, როცა გაჩნდება უეცრად ეს მცურავი რაღაცები, ბევრი და ფარდის ეფექტი, ან გეგმაში შავი ფარდა ჩამოაფარესო თვალის ნაწილზე. ეგ არის სასწრაფოდ, რითიც უნდა წახვიდე და დაიწყო მკურნალობა, რაც არის ნიშნები, რომ სასწრაფოდ წახვიდე და დაიწყო მკურნალობა. ნუ ტრავმა უნდა აიციო თავიდან, ეგ მნიშვნელოვანია და მიოპიის კონტროლიც მნიშვნელოვანია. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც შეიძლება რომ ეს მცურავი რაღაცები დაინახო, არის შაკიკი. შაკიკი თავის ტკივილია იცით, მაგრამ შაკიკს ახასიათებს ეს მცურავი რაღაცები, რომელიც სინამდვილეში თვალში ფიზიკურ რაღაცები კი არ დაცურავს მაგ დროს, მაგრამ ეს არის ტვინის ილუზია. თვალი ილუზიაც არაა და გეტყვით ახლა რა ხდება. თვალი ამ დროს ხედავს რაღაც ზიგზაგებს, ნათელ არკებს, ცეს ფორმებს, რაღაც ნათელს, რომელიც ორივე თვალშია და მაშინ როცა აი დახუჭოს ერთი თვალი, მაინც ხედავს. ესენი, ანუ ამათ ქვია აურა. აურა ვითარდება დაახლოებით 30 წუთით ადრე,
სამ თავის ტკივილი დაიწყება. ცოტა იქით, ცოტა აქეთ შესაძლებელია. ადამიანებს ყოველ მეოთხე ადამიანს ვისაც აქვს შაკიკი, აქვს აურა. ჯერ ხედავს აი ამ რაღაცებს, ვიზუალურ გაელვებებს თვალში და მერე ეწყება თავის ტკივილი. ეხლა რა ხდება ამ დროს? ამ დროს ხდება თავის ტვინში მოკლედ ალღასავით გადაივლის ანუ თავის ტვინის ქერქის აღგზნება ხდება მოკლედ ნეირონების და კორტიკალური დეპოლარიზაცია ქვია, დეპოლარიზაციის გავრცელება, რომელიც გადაულის თავის ტვინს და აი ეს გადავლა და ეს აღგზნება ნეირონების ადამიანისთვის ჩანს როგორც აი ეს ზიგზაგები და რაღაცები თვალში და აურა. ანუ ეს რეალური რაღაც მცურავები არ არის, უბრალოდ ილუზია ექნება ადამიანს, რომ ვითომ ასეა. ორივე თვალშია. ანუ ორივე თვალშია და ორივე თვალში ხედავს ამას ადამიანი და ამის მერე მოდის თავის ტკივილი. ჩანს მაშინაც კი, როცა თვალი დახუჭული აქვს და ნელ-ნელა გადის და იწყება მფეთქავი თავის ტკივილი, როგორც წესი ნახევარ თავში. ეს არის კლასიკური შაკიკი. მეოთხე მიზეზი, რატომაც ეს მცურავი რაღაცები შეიძლება გამოჩნდეს, არის კატარაქტა. კატარაქტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დაავადება, იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე და მეორეს მხრივ, იმიტომ რომ სრულად განკურნებადია. ჩვენ გვაქვს თვალი, თვალში გვაქვს ლინზები, ორი ლინზა გვაქვს, ერთი გარედან, ერთი შიგნით მერე და აი ეს შიგნითა ლინზა რაც არის, რასაც ჩვენ ვეძახით ბროლს, ამ ბროლის შემღვრევა ხდება. ეს ბროლი უნდა იყოს ზოგადად გამჭვირვალე, შუქს ატარებდეს ადვილად და ჩვენ მხედველობაში არ უნდა გვიშლიდეთ ხელს. მაგრამ დროთა განმავლობაში მზის გამო ეს ბროლიც რა თქმა უნდა ცილებისგან არის შემდგარი და სითხისგან. მზის გამო, ჟანგბადის გამო, რომელიც ოქსიდაციურ სტრესს იწვევს, აზიანებს, მეტაბოლიზმის გამო, პატარა მოლეკულები, თავისუფალი რადიკალები თავს ესხმიან ამ ლინზის, ან ბროლის ცილებს და ხდება მათი დაწვა, cross-linking, ანუ ეს გადაჯაჭვულობა, ერთმანეთს გადაეჯავა არედინება ერთმანეთს და უხეშდება და ნელ-ნელა კარგავს ელასტიურობას, ნელ-ნელა კარგავს ფერს და მასში შემავალი ცილები იწყებენ შემოსული სინათლის გამბნევას აქეთ იქით და იმის ნაცვლად რომ თქვათ შემოვიდეს სინათლე და რაღაც მიმართულებით გაატაროს, ერთი როგორც უნდა ატარებდეს, ისე მაგის ნაცვლად იწყებს გეგმებით მილიონი სარკე დაუყენოს ზოგი იქით და ასე. ყველა მიმართულებით დატარება. და ეს პროცესი არის კატარაქტა. კატარაქტა ნელ-ნელა ვითარდება, ხშირად ვითარდება იმ ადამიანებში, ვისაც დიაბეტი აქვს, შაქრისგან ხშირად ზიანდება და ეს ცილები, ბროლის ცილები ხდება გამჭვირვალე და მოყვითალო. და ეს ცილები ეკვრის ერთმანეთს და მოკლედ იმის ნაცვლად რომ ხედავდე შუშას, ხედავ გამჭვირვალე შუშას, მოკლედ აი ეგ არის აზრი. ადამიანები როგორ აღწერენ კატარაქტას? კატარაქტას აღწერენ, რომ აი ღამე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ძალიან სულ ირეკლავს რაღაცები, ანუ ღამე შუქს რო ხედავს, ძალიან ბევრი სპაიკები აქვს. ანუ ეგ ისედაც არის, როცა ადამიანი ღამე უყურებს რაღაცებს, მაგრამ ამათ განსაკუთრებით იმდენად, რომ მაგალითად ღამე საერთოდ ვერ ატარებენ მანქანას. ან როცა სინათლის მიმართ ძალიან სენსიტიურები არიან, მაგალითად როცა ხედავენ სინათლეს, აბრმავებს ეს სინათლე იმდენად ძალიან ნათელია. ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება ყველაფერი, ნელ-ნელა. მოყვითალო ელფერს იძენს ყველაფერი და ან ფერმკრთალდება, ორივე შესაძლებელია. და ან მოლურჯო ხდება. და ამას ადამიანი გრძნობს ნელ-ნელა, ანუ კატარაქტის პროგრესიასთან ერთად.
კატარაქტის დროს თვალი ნორმალურია, უბრალოდ ეს ლინზა არის დაბუნდული რა. შესაბამისად მკურნალობაც არის ზუსტად ამ ლინზის დაშლა და ახლის ჩადგმა. ეგ არის მკურნალობა. ეს არის 15-20 წუთიანი პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით და ადამიანი მიდის სახლში და ხედავს უკვე კარგად. ანუ ბრწყინვალე ოპერაცია, ბრწყინვალე შედეგით. ანუ რეალურად დაბრმავებული ადამიანს უბრუნებ სინათლეს. ანუ უდიდესი რამეა ეს კატარაქტა. კატარაქტით უამრავი ადამიანი ბრმავდებოდა ადრე. დღეს ეს ადამიანები ჩვეულებრივად ხედავენ, ჩვეულებრივად ცოცხლობენ. მეხუთე მიზეზი, რაც იწვევს აი ამ თვალში გეგონება რაღაცები დადის მაგას, არის ქოვანის ზედაპირის დარღვევები. ქოვანა რა არის? ქოვანა არის, ხო გითხარით, თვალს აქვს ლინზები, გარეთა და შიგნითა ლინზა. და თუ კი კატარაქტა არის შიგნითა ლინზის ამბავი, ის ბუნდოვდება. ქოვანა არის გარეთა ლინზა. აი გარეთა ლინზა ბუნდოვდება. ან გარეთა ლინზა არ გავს გამჭვირვალობას, სიგლუეს ან ფორმას. გარეთა ლინზას ნორმაში აქვს გუმბათის ფორმა, გუმბათი როგორია ესეთი. და ზოგჯერ შეიძლება კონუსის ფორმა კონდეს, აი ეგ დარღვევაა და ეგ პრობლემაა. ან უბრალოდ უფრო ხშირია, ნუ ეგ იშვიათია, მაგრამ ყველაზე ხშირია მშრალი თვალი. მშრალი თვალი რას ნიშნავს? ამ ჩვენს ლინზას, რომელიც თვალიდან თვალს გარეთ აზის, აი ეგ. ყველაზე ნუ მე ხას სამი ლინზა მაქვს, სათვალის ლინზა მეორე შიგნიდან და მესამე კიდევ უფრო შიგნიდან. ანუ ჩემთვის არის მეორე ლინზა. ეს ლინზა, ანუ რქოვანა არ აქვს სისხლძარღვები. და იკვებება ჰაერიდან, ჟანგბადს იღებს ჰაერიდან, ასევე ცრემლია მისთვის მნიშვნელოვანი, მუდმივი დასველება მნიშვნელოვანია. და რქოვანას აქვს ასევე თავისი ნერვები. და ზოგჯერ როცა სიმშრალეში ხარ, სიმშრალე რა დროს არის, როცა კომპიუტერს უყურებ დიდხანს ან ტელევიზორს უყურებ დიდხანს და არ ახამხამებ თვალებს. და დაძაბული როცა განსაკუთრებით ადამიანი როცა დაძაბული უყურებს და თვალებს არ ახამხამებს განსაკუთრებით მაშინ. რო შრება ქოვანის ზედაპირი, სინათლე იწყებს გაფანტვას. სინათლე აღარ გადის პირდაპირ, არამედ იწყებს აქეთ-იქით გაფანტვას და ადამიანს აქვს ზოგჯერ ბუნდოვნად ხედვა, ზოგჯერ ორმაგად ხედვა, ზოგჯერ ჰალოს ეფექტი, სინათლეს ხედავს თქვათ იმის გარშემო. და ადამიანები აღწერენ სხვადასხვანაირად, მაგალითად, რომ რაღაც ბუნდოვნად ხედავ, როცა ვკითხულობ დიდხანს, მე უკვე ბუნდოვნად ხედავ. ეს არის თვალის სიმშრალე. ან მაგალითად, როცა დავახამხამებ თვალს, დავხუჭავ და გავახელ, კარგად ვხედავ, მე ისევ ბუნდოვნად ვხედავ. ესეც თვალის სიმშრალეა. თუ კი ადამიანი იტყვის, რომ მაქვს შეგრძნება, რომ თითქოს ქვიშა ჩამაყარეს თვალებში. ესეც რქოვანის ამბავია. ამიტომ აუცილებელია თუ კი თქვენი თვალი აქტიურად მუშაობს და აქტიურად გეღლებათ, აუცილებელია გაუფრთხილდეთ თვალს. ხელოვნური ცრემლის გამოყენება ან ლუბრიკანტი გელები, რომელიც ეხმარება, რომ რქოვანას აი დამცავი შრე აღდგეს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თბილი კომპრესების გამოყენებაც ასევე ეხმარება იმის თუ დახშული ცხიმოვანი ჯირკვლები ქუთუთოებზე თუ არის და ნუ შესაძლებელია ზოგჯერ საჭირო გახდეს ანთების საწინააღმდეგო წვეთების გამოყენება, ციკლოსპორინი. ჰაერი სადაც ხარ უნდა იყოს ნესტიანი, ტენიანი არა, ტენიანი უნდა იყოს და დასვენებები 20-20-20-ის პრინციპი 20 წუთი მუშაობ, 20 წუთის მერე 20 წამის განმავლობაში გაიხედე
დაახლოებით 6 მეტრზე, 20 ფიტს ამბობენ. ეგ არის რეჟიმი, რითიც შეგიძლია რომ თვალები დაასვენო და თვალები ნორმაში ამყო. სხვა მიზეზებმაც შეიძლება გამოიწვიოს აი ეს ცურავი რაღაცები თვალებში, მაგრამ შედარებით იშვიათია, შეიძლება იყოს ანთება, უვეიტის გამო, შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა, უმეტესად დიაბეტური რეტინოპათია, ან სისხლჩაქცევა იყოს აი მინისებრ სხეულში, შეიძლება იყოს თვალის ტრავმა, ქირურგიის შემდგომი, კატარაქტის შემდგომი მაგალითად და ასე. სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს. ან ზოგჯერ ძალიან იშვიათად სიმსივნეები ან ინფექციები, მაგრამ ეგეთ შემთხვევები ძალიან იშვიათია. აი ზევით რაც ჩამოთვალე შემთხვევების 97% ფარავს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.